გამარჯობა, მე ვარ ფატი და დღეს აგიხსნით როგორ გაიკეთოთ წარბის ლამინირება სახლის პირობებში. დავიწყოთ იმით, რომ მე ვარ წარბის და წამწამის ლამინირების და წამწამის დაგრძელების სპეციალისტი. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და რადგან უკვე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველა სახლში იკეთებს ამ პროცედურას, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევა ხდება ხოლმე, როდესაც ან წარბს იწოვენ გოგოები, ან წამწამს იწოვენ ლამინირების დროს, სიამრულეში შეგვიძლია ჩავატაროთ ლამინირება სრულად უსაფრთხოდ. დღეს მე გავაკეთებ თქვენთან ერთად ლამინირებას, მაგრამ გამოვიყენებ შედარებით მეტად პროფესიონალურ პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად აგიხსნით, როგორ აარჩიოთ სწორი პროდუქტები. დღეს გამოვიყენებ ესეთ ტუიას ბრენდის ლამინირების ხსნარებს, ეს არის ლამინირების პირველი ეტაპი. ეს არის მეორე ეტაპი. ეს არის მესამე ეტაპი. იგივე ბოტოქსი. ნუ ეცდები და განახოთ როგორ გამოიყურება ჩემი წარბები, დაახლოებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. ხო, ეს არის ჩემი სტუდია, დამოვიწყდა მე თქვა ეს ჩემი სერტიფიკატები, დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ საკმაო კვალიფიკაცია გამოჩნია და ეს ულამაზესი კედელი არის ჩემი დახატული. თუ შეეძინათ ნაკრებს, აუცილებლად იქნება ნებისმიერი ნივთი, რაც დაგჭირდებათ ლამინირებისთვის. ეხლა დეტალურად აგიხსნით, რა დაგჭირდებათ. პირველი და უმთავრესი არის ბამბის დისკები, რამდენიმე დაგჭირდებათ, ჯაგრისი, დასავარცხნად, უშუალოდ ლამინირების პროდუქტები. ესეთი ეგრეთ წოდებული მიკრობრაში. ოკეი, მეგონი შეგვიძლია დავიწყოთ. ინსტაგრამშიც ჩავწერე რაღაც თარები, იმიტომ რომ მთელი აგვისტო არაფერი არ დამედია, რაღაც 4 დღე ვიყავი და ისინი რაღაც, მაგრამ მაინც ისეთ სიცხე იყო, რომ ვერც მუშაობდი წესიარად და არ ვიცი რატომაც თორებს დადავად მეზარებოდა, რომელიც ძალიან ცუდი საფრთხილი იყო ჩემი მხრიდან საკუთარი თავისადმი. ოკეი, პირველი თმებს ავიწევ, იმიტომ რომ ზედმეტად მოკლე ახლა ვიდეოს რო არ ვიღებ და კი ვიცი როგორც ავიწევდი, მაგრამ მაინც. ოკეი, პირველი. თუ არ გაქვთ ასეთი კაფე, რომ გამოიყენოთ და ამით გაასუფთავოთ თქვენი წარბები, მაშინ უბრალოდ მიცრალური წყალი გამოიყენეთ, კარგად გაისუფთავეთ ბამბის დისკით და შემდეგ რაც მთავარია, გაისუფთავეთ ძალიან კარგად წყლით. ოკეი, დავიწყეთ. პირველ პრეპარატს როგორი ამ ხსნარს რა მიმართულებით დაიტანთ წარბზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მთავარია კარგად იყოს დაფარული ყველა ღერი ამ პრეპარატით. მე ნორმალურად დაიფარა ჩემი წარბები მხსნარით და ეხლა დროა დავაფაროთ ეს პლასტიკი, შევფუთოთ, ასე ვთქვათ. ხოცელბანი უკვე ეს პლასტიკი მოვიხსენი უკვე და დრო ამოვაშორო. მეორე ეტაპი. ჯაგრისი. ამას თავი ქონდა ესე სწორად, მაგრამ შეგვიძლია ესე მოუხაროთ და გახდება უფრო კომფორტული. ჩემთვის ესე უფრო კომფორტულია. და ამ ჯაგრისით ესე გადავივარცხნით. მეორე ეტაპიც დასრულდა. იგივენაირად მოვიშორებ, როგორც პირველ ეტაპს და უკვე გადავალთ ბოტოქსის განაწილებაზე წარბზე. ბოტოქსი არის ის მთავარი აღმდგენი და გამოჯანსაღებელი ეტაპი ლამინირების, რომელთაც არის ლამინირება განთქმული.
წეს უნდა იყოს, მაგრამ სამწუხარო იგივენაირი მიკროფრეშს ამ შემთხვევაში ბოტოქსი გვჭირდება ძალიან ცოტა რაოდენობის იმ შემთხვევით ძალიან დიდი რაოდენობის ბოტოქსი ამოვიღე და ახლავით აი ეს რაოდენობაც ნორმალურია და სანამ ბოტოქსი დაიტანეთ წარბები იქნება თითქოს გამხმარი გამომშრალი და ძალიან ცუდი შეხედი რა პირველ 4 საათის განმავლობაში პროცედურის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია რომ არ დასველოთ, მოარიდეთ ორთქოს, როგორც ნახეთ მე პროდუქტი მშრალი ბამბით გავუსუფთავე, შეიძლება ისდაგვარად და ბოლოს მოვხსნე მშრალი ბამბით, არანაირი წყალი არ გამომიყენებია. და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ შეგიძლიათ დამენაპირ, შემდეგ უკვე ჩვეულებრივ უნდა გამოიყენოთ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, გონიათ რომ ახლა ისე რომ დადგება წარბები, აღარ აიჩეჩება ხო? აღარ ზეკარგავს მდგომას და ფორმას. ეს ძველი ეფექტი ხვალ უკვე 24 საათის შემდეგ, როდესაც მე უკვე თავისუფლად ვიბანავებ და დავუსრულებ და ჩამოვიყვან სახეს, ამას ძველი ეფექტი აღარ იქნება. ეს არის ბოტოქსის გამო, რომელიც ჩვენ ბოლო ეტაპად დავიტანეთ წარბზე. თუ ამ ბრენდს არ გამოიყენებთ და გამოიყენებთ ნებისმიერ სხვა ბრენდის ლამინირების ნაკრებს, ყველას მოყვება თავისი ინსტრუქცია თუ რამდენი წუთი უნდა გააჩეროთ წარბზე და რამდენი ხანში მოხსნათ და ყველაფერი დაწვრილებით იქნება. მაგრამ ერთი დიდი გაურკვევლობა მე მაგალითად მქონდა შეხება ერთ-ერთ ბრენდთან, რომელსაც აქვს ჩინური ბრენდია, მაგრამ აქვს როგორც ევროპული ასევე ამერიკული სერტიფიკატები და საკმაოდ ძლიერი პრეპარატია და სხვა შორის ძალიან ნორმალური ხარისხი შეიძლება ხეტუიას ვერ შეიძლება, შეიძლება ხეტუია არ არის, მაგრამ საკმაოდ ნორმალური ხარისხი, ნორმალური ხარისხია. სხვა შორის ფასის კატეგორიაშიც ასე ვთქვათ, საშუალო ფასის კატეგორიაში გადის არ არის ძალიან იაფასიანი, მაგრამ ერთი უცნაურობა იყო. ინსტრუქცია ჰქონდა ისეთი, რომ წარბს უნდა გაგჩერებინა 3-დან 8 წუთამდე. ანუ იმდანად დიდი შუალედია მათ შორის, რომ ძალიან რთულია დრო არ გაგშეხება და არ იცი დაიცოს სწორი ბალანსი, ანუ სწორი დრო გააჩერო. მაგრამ მასის შემთხვევაში თუ შეიძენთ რომელიმე პრეპარატს, სადაც წერია 3 წუთი და 8 წუთი, რომელთა შორის არის ძალიან დიდი შუალედია და ამ დროს შეიძლება გაინადგუროთ წარბი, გირჩევთ რომ გააჩეროთ წარბზე 3 წუთი, ანუ მინიმალური. შეიძლება იწეროს 4-დან 6 წუთამდე, ამ შემთხვევაში 4 წუთი გააჩერეთ. პირველ გაკეთებაზე მაინც მიხვდებით კარგად, როგორ უნდა გამოიყენოთ ესე თუ ის ხსნარი, როგორ სიტუაციაშიც. გაითვალისწინეთ ასევე ის, თუ რამდენად ხშირი და სქელი წარბი გაქვთ, წარბის თმა გაქვთ, ასე ვთქვათ, და თუ გაქვთ სქელი და ხშირი თმა, ასევე სქელი ღერი წარბის აუცილებლად შედარებით მეტი ხნით დაგჭირდებათ, რომ გაიჩეროთ ხსნარები წარბზე, ვიდრე მათ, ვისაც აქვთ ძალიან თხელი, სუსტი, არც თუ ისე ხშირი წარბის თმა. თუ გააკეთებთ თქვენს ლამინირებას ჩემი რჩევების გათვალისწინებით, მითხარით დამიწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Instagram-ზე თუ რამდენად მოგეწონათ ჩემი რჩევები, რამდენად გამოგადგათ და კიდევ რა იქნება თქვენი საინტერესო რომ გაგიზიაროთ. მადლობა.